აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თბილისს ესტუმრა. აბულფაზ გარაევი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან გურამ ოდიშარიასთან გამართა შეხვედრა. მინისტრებმა პრობლემების არსებობასა და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აზერბაიჯანული კულტურის რესტავრირებული სახლ-მუზეუმის გახსნა. მინისტრები ასევე რუსთავში ჰეიდარ ალიევის სახელობის паркის გახსნასაც დაესწრებიან. Я должен сказать, что мы провели первую встречу. Антон ministrთან ჩვენ პირველი შეხვედრა ჩავატარეთ. მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრა დადებითი განწყობით დავასრულეთ. ორივე მხარეს საერთო ინტერესები გვაქვს. ჩვენი უმთავრესი მიზანია არსებული პრობლემების სწრაფად მოვაგვაროთ. მსგავსი საკითხები მომავალში იარსებებს ისევე როგორც ოჯახებში გვარდება ერთი პრობლემა, შემდეგ კი სხვა საკითხის წინაშე ვდგებით. მთავარია ის, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით გადავჭრით პრობლემას. გვეცნობრა ბატონი მინისტრი კულტურისა და ტურიზმის აზერბაიჯანის ჩვენ დილიდან უკვე ჰეიდარ ალიევის სტელა გავხსენით, ვიყავით ბაღში, ვიყავით საფლავზე მირზა ფატალი ახუნდოვის და ეს სულ 2 საათის შემდეგ უკვე იქნება მუზეუმში მირზა ფატალი ახუნდოვი, ჩვენ გავხსენთ ამ მუზეუმს.